სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი აგრარული სექტორის განვითარებაში. ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. როგორც შალვა ფიფიამ განაცხადა, სამინისტროს პროექტებმა გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახადა. ეტაპობრივად კი იქნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებს. კონფერენციაზე კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიების შესახებაც ისაუბრეს. ჩვენი მცირების რესურსია, ხოლო ფრაგმენტაციის დონე მიზეს ნაკვეთების არის ძალიან მაღალი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის ერთ-ერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სწორი და აპრობირებული გზა ამ რესურსების კონსოლიდაციისა. სააგენტო ფუნქციონირება დაიწყო, სწორედ დღეს იყო საუბარი, შეხვედრა კონფერენციაში სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც საუბარი იყო სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხებისა და პერსპექტივების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა აგრარული სექტორის განვითარებას თავად გლეხს, ფერმერს, რომელიც იქნება გაწევრიანებული კოოპერატივში და ასე შემდგომ. ასევე არის მიმდინარეობს მსჯელობა რა სახელმწიფო პროგრამები შეიძლება განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის.